როგორ გავუმკლავდე გამოწვევებს, რომელსაც მე ცხოვრება მაწვდის, აი ჩემთვის მოტივაცია აი ამ ბრძოლისა და შესაბამისად გამკლავებისა არის ის, რასაც მე ღმერთი მთავაზობს, გესმით, ღმერთი საკუთარ მამობას მთავაზობს, მარადილ სიცოცხლეს, თავის სიცოცხლეს მაძლევს მე, სრულად, მთელი სისავსი. ჩემი ცოდვები გამართლებული ვარ. ნაპატიები კი არა მაქვს. პავლე მოციქულს აქვს საოცარი ესეთი ხანდახან იურიდიული ტერმინებით საოცარ სიმაღლეზე ავყავართ. ერთია როცა ადამიანს გაპატიებენ და აი სასამართლოა და ადამიანმა დააშავა და მოსამართლე ამბობს, რომ რადგან ეს პირველი შემთხვევა მის ცხოვრებაში ახალგაზრდაა, მოდი ვაპატიოთ. პირობითი სასჯელი მივიცოთ და გავუშვათ. არ დავიჭიროთ. უბრალოდ ვაპატიოთ და პირობითი სასჯელი და ნუ პირველი. და არის სხვა შემთხვევა, როცა მოსამართლე იტყვის, კი არა ვაპატიოთ. არამედ გავამართლოთ, ანუ არ არის დამნაშავე. და აი პავლე მოციქული ამბობს, რომ არა მარტო გვაპატია ღმერთმა, არამედ გაგვამართლა. და რანაირად, როცა მე ქვეყნის დანაშაული მაქვს ცხოვრებაში ჩადენილი, იმით რომ ჩემს მაგივრად ქრისტე მოკვდა ჯვარზე. ამიტომ როცა ჩვენ ჯვარცმას უყურებ, გვახსოვდეს, რომ ქრისტეს ადამიანად მოსული ღმერთის ტკივილებით შენ არათუ გეპატია, არამედ გამართლდი, გესმი? დამნაშავე აღარ ახარ ღმერთის წინაშე. თუ რა თქმა უნდა შენ ამ გამოწოდებულ ხელს მიიღე. და როცა ეს პოზიცია გააქვს, როცა იცი რომ მარადიული სიხარული გელოდება, და როცა ეს ცოდნა ინტელექტუალური კი არ არის, არამედ გულისმიერი გამოცდილებითი შეგრძნებით, ყველა ადამიანი გრძნობს ღმერთს, რომელიც მასში იმყოფება. ღმერთის შეგრძნება გაძლევს ცოცხალ იმედს, სიხარულს, ბედნიერების ჩუმ, შვიდ, ფაქის განცდას, რომელსაც ვერც კი გამოთქვა. გესმით? როცა ეს ყველაფერი გააქვს, და მე შენს გარშემო აზვირთებული ოკეანეროა ამასოფლის სულისა, რომელიც ცდილობს რომ გაბოროტდე, რომელიც ცდილობს რომ სამართლიანი გახდე. როგორ ესე იგი ვერ გავიგე, ესე მომექცა და მე ესე დავტოვო უპასუხოდ? როცა შენ ქრისტე მოგცა უფლება და ძალაუფლება, ყველაზე საშინელ დამნაშავესაც კი აპატიო. და არ გეშინოდეს იმისი, რომ ბოროტება გამრავლდება, ამას თუ ვაპატიე, ბოროტება გამრავლდება, არ გამრავლდება. ბოროტება მრავლდება იმით, რომ შენ იმას სამაგიეროს გადავხდი და ერთი ბოროტის მაგერად ორი ბოროტება გაჩნდება. შენ გაქვს უფლება აპატიო, როგორც ქრისტემ გააკეთა ეს. როცა შენ ეს ყველაფერი იცი, ეს ყველაფერი ძალას გაძლევს, უმძლავრესი მოტივაცია გაქვს, რომ დაუპირისპირდი ამასოფლის სულს და ამით შენს ეგოიზმსაც, რომელიც თანამშრომლობს ამასოფლის სულთან და პატივი მიაგო იმ დიდებულებას, რომელიც ღმერთმა შენში ჩადო, შენს გონიერებას და შენ თავისუფლებას, შენს ღვთის ხატებასა და მსგავსებას, გახსოვდეს, რომ შენთვის ქრისტე მოკვდა და არ უგულებელყო ეს უზარმაზარი მსხვერპლი, რომელიც ღმერთმა შენთვის გაიღო. ეს ისეთი და პლუს ეს ყველაფერი მტკიცდება იმ მადლით, რომელიც ეკლესიაში უხვად გეძლევა. ეს ყველაფერი ისეთი ძლიერი მოტივაციაა და ისეთი ძლიერი ინსტრუმენტია, რომ ნებისმიერ ამასოფლის გამოწვევებს გავუმკლავდები ისე, რომ შენ ქრისტეს დაემსგავსები და არა ამასოფლის სულით გაჟღენთილ და გაბრძობილ ადამიანს. და ამით გადარჩები შენ და შენი მაგალითით უამრავი ადამიანი გადარჩება კიდე. დიდება უფალს ამისათვის.